მოგესალმებით, რა თქმა უნდა, აქ ახალი არაფერი არ ყოფილა, ეს არის იმის გაგრძელება, რასაც ჩვენ ყოველდღიურად უცქერთ და ვუყურებთ პირდაპირ ეთერში თუ სასამართლოს ხდომის დარბაზებში. აქ სამწუხაროდ კიდევ ერთხელ დგინდება, რომ საქართველოში დღეს არ არსებობს სასამართლო ხელისუფლება. ეს ხელისუფლება შექმნა 2013 წლიდან მოყოლებული ნელ-ნელა აწყობდა და ქმნიდა, ოღონდ შეითავსა ივანიშვილმა თავის პირად, ასე ვთქვათ, სამსახურში ჩააყენა სასამართლო ხელისუფლება და დღეს ყველა გადაწყვეტილება შეუძლია მიიღოს, რაც მის ინტერესშია და რაც მას სურს. სამწუხარო რეალობას უყურებთ ყოველდღიურად, სასამართლო, რომელიც პირიქით უნდა იყოს ადამიანის ინტერესების და უფლებების დამცველი, რომელმაც უნდა დააბალანსოს ხელისუფლების სხვა შტოები, დღეს თვითონ იქცა ერთ მონსტრად, ყველაზე დიდ მონსტრად, რომელიც ერთგულად ასრულებს სხვა ხელისუფლების შტოების წარმომადგენლების და პირველ რიგში ვიტყოდი არაფორმალი მმართველის ივანიშვილის მითითებებს. ეს არის ძალიან ძიმე დღეს ქვეყნისათვის და სწორედ ეს არის გამომწვევი მიზეზი დღეს, რომ ქვეყანაში, ანუ მთლიანად საქართველოში საზოგადოება და ხალხის ძალა ქუჩაშია გამოსული და იბრძვის და სურს, რომ ეს დასრულდეს ქვეყანაში. ქალბატონ თამარ, ისე რომ ეს დიახ, მაქსიმალურად ეცადა სისტემა, რომ რაც შეიძლება მკაცრი ყოფილიყო ბრალი, რომელსაც წაუყენებდნენ ჟურნალისტს. და როდესაც ჩვენ ვუსმენთ მოსამართლის მოკლე სიტყვას და ის საუბრობდა მტკიცებულებების განადგურების საფრთხეზე, მათ შორის. რა შესაძლებლობა შეიძლება ჰქონდეს ჟურნალისტს განადგუროს მტკიცებულებები, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშია. იყო თუ არა ეს აბსურდი, რომელსაც ვისმენდით ჩვენ დღეს სასამართლო დარბაზში? რა თქმა უნდა, მე ვიტყოდი, რომ მხოლოდ ამის თქმა, რომ ქალბატონი გაანადგურებდა, ანუ ჟურნალისტი გაანადგურებდა ამ მტკიცებულებებს, ეს არის აბსურდი. მას კონკრეტულად უნდა მოეტანა საფუძველი, რაზე დგას მისი ეს მოსაზრება, რომ გაანადგურებდა მტკიცებულებებს. ბუნებრივია, ეს აბსოლუტურად, ანუ დაუსაბუთებელია, იქიდან გამომდინარე, რომ არც ერთი ფაქტი, არც ერთი რეალური გარემოება მოსამართლეს არ მოუყვანია თავის გადაწყვეტილებაში, სადაც ის იტყოდა თუ რატომ რა აძლევს მას ამ მოლოდინის გაკეთების, ანუ რა აძლევს მას იმ მოლოდინს, რომ იფიქროს, რომ სწორედ ეს მტკიცებულებები განადგურდება. ან თვითონ ბრალდებას თუ შევხედავთ, რა ბრალდებაზეა იქ საუბარი, რა წინააღმდეგობა, რა თავდასხმა განახორციელა ამ ქალბატონმა პოლიციაზე. ჯერ მარტო პროპორციულობის პრინციპს რომ შევხედოთ, ქალბატონი, სიფრიფანა ქალბატონი, ვის ებრძვის აი ამ ასე იგი მიტინგის დროს, დემონსტრაციის დროს თავისი უფლების დაცვის პროცესში ეს ქალბატონი ყრილებამდე შეიარაღებულ პოლიციას და მის პოლიციის კორდონს ებრძვის მარტო. მე აბსოლუტურად აბსურდულია მთლიანად ეს ბრალდებაც და ის გადაწყვეტილებაც, რაც მოსამართლემ გამოიტანა, რა თქმა უნდა, არ იქნება იქ მტკიცებულებები, მით უფრო რა მტკიცებულება უნდა იყოს, რა მტკიცებულება უნდა განადგურდეს. ის რაც დაუშვათ გადაღებულია, თუ გადაღებულია, მაშინ როგორ უნდა გაანადგუროს, პოლიციელებზე უნდა მოახდენს ქალბატონის ზემოქმედებას. ნუ თვითონვე წინააღმდეგობაში ვარდებიან, ასეთ შემთხვევაში მე ხა კონკრეტულად არ ვიცნობ ამ საქმეს, მაგრამ ის რაც პრესაშია, ის რასაც ჩვენ ვუცქერთ ტელევიზიის ეკრანებიდან, ამ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა, რომ არანაირი დასაბუთებული არგუმენტები არ არსებობს, როგორც ბრალდების კუთხით, ასევე თვითუშუალოდ აი ამ აღკვეთი ღონისძიების გამოყენების კუთხით. ანუ აღკვეთ ღონისძიებას ამ პატიმრობას, როდესაც იყენებ, უნდა გქონდეს დასაბუთებული ვარაუდი. რისგან იცავს ხელისუფლება, რატომ ცდილობს, რა არის მისი მიზანი, რომ თავისუფლება შეუზღუდოს მით უმეტეს ჟურნალისტს და მეორეც რა არის მისი ძირითადი ამოცანა ასეთ შემთხვევაში, რა საფრთხეები მოდის, რას ფიქრობს მოსამართლე დაუშვათ, რატომ ელის იმას, მან უნდა არგუმენტებით ასაბუთოს ეს, კონკრეტული ფაქტებით ასაბუთოს, რას ელის მოსამართლე, რატომ აქვს მოლოდინი იმისი, რომ თუ კი
ქალბატონს თავისუფლებაში დატოვებს, ის სწორედ აი ამ მოქმედებებს განახორციელებს, ან როგორ განახორციელებს, თუნდაც დაუშვათ მტკიცებულებების განადგურებას. ის მიმალვას არ აპირებს, ის ქვეყანაშია, არც არასოდეს არ გაქცეულა, ამიტომ არგუმენტები საერთოდ არ აქვს, დარწმუნებული ვარ და ცოტა მომავალში ნახავთ მის დასაბუთებულ გადაწყვეტილებას და ვიტყვი, რომ მხოლოდ და მხოლოდ გადმოკოპირებული ექნება ის, რაც პროკურორმა წარადგინა და უბრალოდ კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში სასამართლო აღარ ფუნქციონირებს, სასამართლო არის კლანის ხელს მოქცეული, რომელიც ერთ პირს ემსახურება და სწორედ ამის წინააღმდეგ მიმდინარეობს დღეს ბრძოლა ქუჩაში ხალხის მხრიდან, რომ დაასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ, რომ ადამიანებმა თავისი უფლებები მოიძიონ, რომ კანონმა იკანონოს და არა პიროვნებებმა საქართველოში. და სანამ დაგემშვიდობებით, ქალბატონ თამარ, მინდა გკითხოთ პრეცედენტზე, გულისხმობ ჟურნალისტის დაკავებასთან სისხლის სამართლის ბრალდებით, 7 წლამდე პატიმრობით და თუ კი დღევანდელ პროცესებს მივადევნებ თვალს და გადაწყვეტილებას, რომელიც რამდენიმე წამში გამოაცხადა მოსამართლემ ისე რომ სათათბირო ოთახშიც კი არ გასულა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ასეთივე ხისტი იქნება მომავალშიც, როგორც ბრალდების მხარე გულისხმობ პროკურორს, ასევე მოსამართლე ამაღლობელთან დაკავშირებით. ასევე უფლებადამცველები საუბრობდნენ იმაზე, რომ 3 საათის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატს ჟურნალისტთან, მზე ამაღლობელთან, რომ მის მიმართ განხორციელდა არასათანადო მოპყრობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. როგორც პრეცედენტი ჟურნალისტის გისოსებს მიღმა გამოკეტვა. რამდენად საშიში პრეცედენტია და შეგვიძლია თუ არა ვთქვათ პირდაპირ, რომ რეალურად ახლა ჩვენ ვუყურებთ დიქტატორის გაფორმების პროცესს. დიქტატორა უკვე დიდი ხანია საქართველოში არის, რაც აი ოცნებამ თავისი ასე ვთქვათ მოქმედებებით უკვე ეს აღშკარად და ღიად გადმოვიდა ასეთ შეტევაზე. ჩვენ უარეს კადრებს უნდა უყურეთ, ხო, როგორ ესხმიან თავს ჟურნალისტებს, ფიზიკურად გაუსწორდნენ რამდენ ჟურნალისტს. ჩვენ ეს არ დაგვივიწყებია ეს კადრები, როგორ არ ვიცი პირდაპირ აი მე იგივე ძალიან ბევრი შემთხვევა მახსენდება ოცნების ხელისუფლების პერიოდში. მე ახლა ვერ დავარქმევ ამას ოცნების ხელისუფლებას, იმიტომ რომ ეს უკვე არალეგიტიმური ხელისუფლებაა დღეს, არჩევნები გაყალბებული იქნა და ბუნებრივია ისინი სწორედ აი ამ იძულების მექანიზმით, რომელიც სახელმწიფოსთვის არის დამახასიათებელი, ამ იძულების ბოროტად გამოყენებით ცდილობენ თავიანთი ძალაუფლების შენარჩუნებას და მე ვიტყოდი, რომ სწორედ აი ამ თავისი ბოროტი ქცევებით, ასეთი მოქმედებებით, ჟურნალისტების დაპატიმრებით, ჟურნალისტებზე თავდასხმით, ჩვეულებრივ მოქალაქეებზე, ახალგაზრდებზე თავდასხმით, ისინი თვითონ ქმნიან იმ ძალას, რომელიც საბოლოო ჯამში მათვე გაანადგურებს. ეს ძალა უკვე ქუჩაშია და ამას ძალიან კარგად ხედავენ ისინი. და ქალბატონ თამარ, ჩვენ საკმაოდ მძიმე კადრებს ვუყურებდით, ვადევნებდით თვალს, არა მხოლოდ ბათუმში განვითარებულ პროცესებს, გულისხმობ არამედ პროცესებს, რომელიც რესტორანთან განვითარდა, გულისხმობ მოსამართლეებს, რომლებიც დემონსტრაციულად გამოცხადდნენ ადგილზე. რისი დემონსტრირება სურდათ ადამიანებს, რომლებიც არიან კლანის მორჩილებაში ახლა, რომ გააკეთებენ ყველაფერს, რასაც მათ რეჟიმი დაავალებთ, რომ მათ არ ეხებათ ის, რაც ქვეყანაში ხდება, არ აინტერესებთ, რაც ქვეყანაში ხდება. რა თქმა უნდა, მათ დემონსტრირება მოახდინეს იმისი, რომ არიან კლანის ერთგული. ეს იყო შემზარავი სცენები, მინდა ვთქვა, სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტის მიწასთან გასწორება. რატომ? იმიტომ, რომ რესტორანში ისინი ეახმენ მურუსიძეს, ეს კადრები თვალიდან არავის არ ამოუვა, რა თქმა უნდა, ისინი გადიან სირცხვილის კორიდორში, პირიქით აი ამ ბანერების ქვეშ თავს ხრიან, სამარცხვინოდ შედიან და რას აკეთებენ? მიდიან და ამის მურუსიძეს ხელზე ემთხვევიან, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ან კოცნიან, ან ხელს ართმევენ და ენახმებიან, რომ ისინი მის გვერდით
არიან, რომ მისი მორჩილნი არიან და მის ბრძანებებს ერთგულად შეასრულებენ. ეს იყო ამისი დემონსტრირება პირდაპირ. ყველა ის მოსამართლე, რომელიც იახლა მურუსიძეს და შემდეგ ასე ვთქვათ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ჩაეხუტა მურუსიძეს, ეს იყო სწორედ საზოგადოებისათვის იმის ჩვენება, რომ ჩვენ ვართ მასთან, ჩვენ ვართ ერთნი და როგორც კლანი ისევ მოქმედებთ. არ გვაინტერესებს კანონი, არ გვაინტერესებს კონსტიტუცია, ვაკეთებთ მხოლოდ იმას, რასაც დაგვავალებენ. ეს კი დღევანდელი და აი ამ პერიოდის, ესე იგი პერიოდში მოტანილი არ არის, ეს წლების განმავლობაში ხდებოდა, ყალიბდებოდა და საბოლოო მძიმე შედეგები სწორედ ეხლა მივიღეთ და საზოგადოებაც ძალიან კარგად ხედავდა ამას და საბოლოო ჯამში კიდევ ერთხელ ვამბობ 46, 47 და კიდევ დიდხანს იდგება ქუჩაში, იმდენ ხანს იდგება, ვიდრე ოცნება არ წავა, არ დატოვებს ამ პოზიციებს და ხალხი არ აიღებს ხელს, საკუთარ ხელში არ აიღებს ხალხი. დიახ, ხალხი ამ ძალაუფლებას და შემდეგ უკვე იქნება საუბარი ალბათ ხელახალ არჩევნებზე. რა აიძულებს მოსამართლეს ჩადგეს მსახურებაში, როგორც ეს დღეს გააკეთა მოსამართლეს ახალაშვილმა. რა აიძულებს მოსამართლეს მიიღოს გადაწყვეტილება ისე, რომ არ ჰქონდეს არც ერთი სიტყვა დასაბუთებისა და სიტყვა სიტყვით გაიმეოროს ის, რასაც ამბობს პროკურატურა სასამართლო დარბაზში. ის, როდესაც მოსამართლედ გამწესდა და როდესაც ის დაინიშნა, ასე ვთქვათ, ამ თანამდებობაზე განამწესა, ვინ განამწესა? განამწესა კლანმა, განამწესა მურუსიძემ, ჩინჩალაძემ, მათ მიიღეს კონკრეტული გადაწყვეტილება და იმ მომენტიდანვე სწორედ იმ პირობით იყო მიღებული ეს მოსამართლე, რომ ის შეასრულებდა მათ მითითებებს, მაგრამ სამაგიეროდ ის იღებდა გარანტიებს, რომ დარჩებოდა ამ თანამდებობაზე, გაეზდებოდა ხელფასი, მას ექნებოდა ძალიან კარგი მატერიალური მდგომარეობა, კარგი პირობები და შესაბამისად ზუსტად ასე მოხდა. მათ ამ წლების განმავლობაში დაეწყოთ ხელფასების გაზრდა 4,000 ლარი, მერე 8,000, ბოლოს 20,000 ლარამდე ასული მოსამართლეებს თითქმის ყველა ინსტანციის სასამართლოში გაუთანაბრდათ ხელფასები და 20,000 ლარამდე არის მათი ხელფასები დანამატები და ასე შემდეგ. ისინი ძალიან ბედნიერად ცხოვრობენ, ჩაკეტილნი არიან ერთ წრეში. ჩვენ საუბრობთ მოსამართლეზე, რომლის განათლებაშიც იურიდიული დიპლომი არ იძებნება, ხო? იურისტის დიპლომი. კი ბატონო, ძალიან ბევრი მოსამართლეა ასეთი, ძალიან ბევრი მოსამართლეა ასეთი, მარტო მისი არ არის, ბევრია ისეთი მოსამართლე, ჩვენ თადუმაძეც გვახსოვს ხომ, სადაც პრობლემა იდგა იურიდიული უმაღლესი განათლების თაობაზე და ბევრი არიან ასეთი მოსამართლეები. კვლევა არის ამაზე ჩატარებული, ეს მე ჩემი მოგონილი არ არის, ამის თაობაზე კვლევა არსებობს და იმ კვლევას შეხედავთ, ნახავთ, რომ საკმაოდ ბევრი მოსამართლეები არიან, რომელთა დიპლომებიც და დიპლომის უდიპლომობაც დიპლომის აღებაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. და სწორედ აი ასეთი მოსამართლეები არიან ახორციელებენ ამ მოქმედებებს. მადლობა, უსმენდით ყოფილ მოსამართლე თამარ ლალიაშვილს შეფასებით, დღევანდელი პროცესის შეფასებით და არა